ექიმებმა შეაჭრეს. რატო შეაჭრეს ექიმებმა დედიკოს თმა? იმიტომ რომ ავათარის. და შენ გინდა რომ ისევ გრძელი თმა გქონდეს დედიკოს? კი. სხვა ბავშვების დედები როგორც არიან, ისე უნდა იყოს ჩემი დედიკოცა. სხვა ბავშვებს ეთამაშებიან დედიკოები. შენი დედიკო ვერ გეთამაშება. რატომ ვერ გეთამაშება? იმიტომ რომ ავათარი. მე ანი ვარ 29 წლის 2 მცირეწლოვანი შვილის დედა. მაქვს მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე, არა ჰოჯკინის ლიმფომა, აგრესიული ფორმის. ყველაფერი მტკივა. უკვე ვეღარ უძლებ. სიკვდილის მეშინია. მე სიცოცხლე მინდა. როდესაც ეს ვიდეო დაიდება, არ ვიცი, ისევ ცოცხარი ვიქნები თუ აღარ. მაგრამ თუ ცოცხარი ვიქნები, გემუდარებით, თუნდაც მცირედი გაიმეტეთ ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად. თუ ესე განადგურებული არ მეკვდა, მოკვდი ალბათ მესკვდაი. ბაბოდედა ხო არ მოკვდება, ხო კარგად იქნება, რა უთხრა, რა პასუხი მივცი. როდესაც გავიგე რომ ჩემში დაუდგინდა მეოთხე სტადია ავთვისებიანი სიმსივნე, აი მაშინ მოკვდი მე. თუ რაღაცა დაიმარცხება, მე ახლა ვიგეუბნები, ჩემს უკან მივყვები. ერთი წუთი არ ვიცოცხლებ თავს. დედიკო მიყვარს გულში. ეს გენადია 7 წლის, ეს კი 3 წლის ლაზარია. ბავშვების თვალებში შიშია, რომ მათი საყვარელი დედიკო მალე ზეცაში გაფრინდება სამუდამოდ. ბავშვები ფიჩხებს აგროვებენ, რომ ღუნელია უნთონ ლოგინად ჩავარდნილ საყვარელ დედიკოს. ამ ანგელოზების დაუპრება არ უნდა დავუშვათ. ყოველი მომდევნო დღიანი სიცოცხლის შანსს სულ უფრო ამცირებს. შენ, ვინც ამ ვიდეოს ახლა უყურებ, თუ გსურს, რომ ახალგაზრდა დედა სიკვდილს, ხოლო ეს პატარა ანგელოზები დაუპრებას გადაარჩინო, მაშინ არ გადადო. ახლავე გააკეთე ეს, თუნდაც მცირედი იყოს. სიცოცხლის წამზომი ჩართულია. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.